საძლებელია ერთი შეკითხვა. ჯანდაცვასთან დაკავშირებით. მოგესალმებით. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი გახლავთ. მოგეხსენებათ ჩვენი რეგიონი როგორი სპეციფიური რეგიონია. გარკვეული პრობლემებია ამ ჯანდაცვასთან დაკავშირებით. საავადმყოფო თვითონ არის ნორმალური იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ არ აქვს სპეციალისტები, დაფინანსება არ არის, რეალურად არ არის დაფინანსება. რამე თუ ახლა სადაზო კომპანიებს აქვს, კომპანიას აქვს ეს აღებული, სამინისტროსთან მიდის, მაგრამ გაჭიანურდა პროცესი დაბრუნების. ხო, ეს თანხას ურიცხავს. გეტყვით მაგაზე ახლა რა ხდება. ბევრ რაიონში, ისე ბევრ რაიონში. ასე იყო მაგალითად სადაზო კომპანია მააშინეს საავადმყოფოები, მაგრამ მე ვერ უვლიდნენ. სპეციალისტები არ ყავდათ, არაფერი არ ყავდათ და ამიტომ ახლა სერგეენკო მინისტრი ძალიან კარგი დაბრუნების პროცესი დაიწყო დაბრუნების პროცესი და თვითონ მართავენ იგენ. ამას გარდა 80 ამბულატორი უნდა ავაშენოთ. კი, ამბულატორიის ჯანდაცვა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ჯანდაცვა და განათლება უნდა დავადასტურეთ ჯანდაცვა, განათლება რა თქმა უნდა, ისევ პირობები თუ არ გავამჯობთ ხალხის. სამუშაო ადგილები თუ არ შევქმნით. იზე ფასი არაფერს არ არის. თავარი უმუშევრობის პრობლემა როგორ ეხა ეს ერთი წელი იყო ძალიან რთული წელი, მაგრამ ეხა ჩვენ დავამტკიცეთ რომ ჩვენ ვართ ხალხზე ორიენტირებული მთავრობა. ეს სიტყვებით კი არა, ჩვენ საქმით შეგვიძლია დავადასტუროთ. ჩვენ ნაკლებს ვლაპარაკობთ, მაგრამ საქმე ლაპარაკობს, ხო? საქმე გამოაჩენთ ჩვენს ქმედებას და ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენს სახეს, თუ როგორი მთავრობა ვართ და. თითქმის ყველა სოფელში რაღაც კეთდება. ამ წელს 2014-ში ასევე იგივე პრიორიტეტები გვაქვს ჩვენ ჯანდაცვა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილები და აქედან გამომდინარე ჩვენ მაგას აუცილებლად მოვხილავთ. საავადმყოფოს პრობლემაა, მე უკვე მოусმინე. სერგეენკოსთან ერთად ჩავალთ თუ არა, მივხედავთ მაგრამ. მაგაზე ვისაუბრეთ. სერიოზული პრობლემაა. ლამაზი შენობები კი ვადო გვიხარია, მაგრამ ამ შენობას თუ დატვირთო არ მიეცი, თუ ხალხმა არ იცარგება ამით. საავადმყოფო ხო აშენდა? დიახ, აშენდა, მაგრამ არის ჩვენ -7 გარემონტს, მაგრამ არის -7 გრადუსი, ხო ასე? სასწრაფოც არა. სასწრაფო არა. წყალი არ მოდის. საოპერაციოში -7 როცა იქნება, რა გინდა შენ გააკეთე? წყალი აზიის განვითარების პროგრამაში გვიზ ნახე რა სილამაზეა, საოცარია.